მოწეულის, ლიმონის და წითელი ფორთოხლის არომატებით გაჯერებული კექსი. ყველაზე სასარგებლო და ვიტამინებით სავსე. ჩაისთან ერთად რა უნდა გინდოდეს ზამთარში ამაზე მეტი. სანამ კექსის მასას მოვამზადებთ, პირველ რიგში წითელ ფორთოხალს და ლიმონს ვაკარამელიზირებთ. თხლად ჭრით წითელ ფორთოხალს, თხელს ლაისებად. ნახეთ როგორი ფერი აქვს და რამდენი საჭირო ვიტამინი. C ვიტამინი ყველაზე მთავარი და საჭირო ვიტამინია ზუსტად ზამთარში. ნახევარი წითელი ფორთოხალი საკმარისი იქნება. ეხლა ლიმონი. იგივენაირად თხლად ვჭრით. ავანთოთ ცეცხლი. ჯერ ვყრით 100 გრამ ყავისფერ შაქარს ძირზე. აი ამ კარამელის ფერს მიცემს ყავისფერი შაქარი. და უფრო არომატულიც არის. ზემოდან დავალაგოთ წითელი ფორთოხალი. და ლიმონი. კიდე 100 გრამი ყავისფერი შაქარი. და ცოტა წყალი. დაახლოებით 150 მილილიტრი. ეხლა ამან უნდა იბუღოს, როგორც კი წყალი დაშრება და მივიღეთ კარამელიზირებულ და დარბილებულ წითელ ფორთოხალს და ლიმონს, ესე იგი მზად არის. ამასობაში ვამზადებთ კექსის მასას. ავთქვიფოთ 150 გრამი კარაქი. ოთახის ტემპერატურის გათქვეფილ კარაქს ვუმატებთ 4 ცალ კვერცხს. გავთქვიფოთ. ვუმატებთ 200 გრამ ყავისფერ შაქარს. დავუმატოთ 30 გრამი თაფლი. თაფლის არომატი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თავისებურ სითბოს მიცემს. დავუმატოთ ვანილი. 2 გრამი ვანილი და დავუმატოთ 100 გრამი ბერძნული იოგურტი. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მაწონიც გამოიყენოთ. ავთქვიფოთ დაახლოებით 2 წუთით, ისე რომ ოდნავ შაქარი გაიხსნას და დავუმატოთ ფქვილი. ფქვილი 500 გრამი. რა თქმა უნდა, გამაფხვიერებელი 12 გრამი. გავაერთიანოთ მასა. ცოტათი მოყვითალო, მოყავისფრო მასა მივიღეთ. ეს თაფლის და ყავისფერი შაქრის დამსახურებაა, რომ გამოცხოება კიდე უფრო ოდნავ გამუქდება. მით უმეტეს კარამელიზირებული ხილი კიდე უფრო გაამუქებს ზედაპირს. კექსის მასა მზად არის. ჭირდება გამოსაცხობი ფორმა, აი ესეთი მრგვალი კექსის ფორმა, რომელშიც ჩავაფინე გამოსაცხობი ქაღალდი.
რომ არ მიეწეპოს ძილი. გადავიტანოთ კექსის მასა. ხილით მზად არის. კარგად გავშალოთ კექსის მასა ფორმაში, რომ კიდეებამდე მივიყვანოთ, თანაბრად, ლამაზად. ზემოდან დავალაგოთ კარამელიზირებული ხილი. კიდე უფრო გატენილი რო იყოს ვიტამინებით, დავუმატებ ბროწეულს, ჰემოგლობინის პირველი წამალი. ნახეთ, როგორი წვნიანი წითელი ხასხასა ბროწეულია. ნახევარი ბროწეული გვეყოფა. გადმოვყაროთ მარცვლები. მოვაყაროთ ბროწეული. აი ესე ბევრი ბროწეული. სხვება წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 25 წუთით. სეზონური ხილით მომზადებული ციტრუსით, ბროწეულით და ბევრი ვიტამინით გაჯერებული კექსი გამოცხვა. ეხლა გავჭრათ, ვერ ვითბენ, ვერ დაველოდები, სანამ ბოლომდე გაგრილდება. გავსი. აუ. მე მგონი ეს არის ყველაზე სასარგებლო და ყველაზე ვიტამინებით სავსე კექსი. ზამთარში აუცილებელია.